გაიზარდა თუ არა დარეგისტრირებულ ბიზნესთა რაოდენობა და რა პროცედურები უნდა გაიაროს ბიზნესმენმა რეესტრში. სამეწარმეო რეესტრის ხელმძღვანელი კობა ბახტურიძე უკეთ გაგვარღვევს ყველა დეტალში. მოგესალმებით ბატონო კობა, დიდი მადლობა სტუდიაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაზრდილი არის ნამდვილად დარეგისტრირების მაჩვენებელი, რომ გითხრათ ამ პროცედურების შესახებ უფრო დეტალურად. რაც შეეხება უშუალოდ სარეგისტრაციო პროცედურებს, ჩვენ მოსახურების მიღება ძალიან მარტივია. ორიენტირი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ასე ვთქვათ ამ სფეროში სარეგისტრაციო მოსახურების გამარტივებაზე, ეს ორიენტირი გახდა ზუსტად დაინტერესებული პირი, მოქალაქე, რამდენად იქნებოდა მისთვის ერთი მხრივ გარემო კომფორტული, რამდენად მარტივი იქნებოდა იმ დოკუმენტების შედგენა, შევსება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რთული იურიდიული დოკუმენტაციის შევსება საჭიროებს ძალიან ასე ვთქვათ, მაღალ სამართლებრივ კულტურას და კვალიფიკაციას, ამიტომ შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება გაგვემარტივებინა თვითონ დოკუმენტების ჩამონათვალი და გარდა ამისა დოკუმენტების შემადგენლობა, რა მინიმალური ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. ის უბრალოდ საბუთი, მაგალითად წესდება სარეგისტრაციო განაცხადი, რომელსაც ხარი ადგენს. რაც შეეხება უშუალოდ განცხადებას, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული წარმოების აღძვრა, ეს სამართლებრივი ტერმინოლოგიით რო თქვა და პოპულარულ ენაზე უბრალოდ მოთხოვნის წარდგენა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, ამას უშუალოდ ოპერატორი, რომელიც განცხადებას იღებს, ის ბეჭდავს, ის ადგენს და დაინტერესებული პირი უბრალოდ ამას ეცნობა და აწერს ხელს. ანუ რაიმე ბარიერი იმისთვის, რომ და ასე ვთქვათ, სამართალში გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა, დაბალი დოზით გათვითცნობიერებულმა მომსახურება მიიღოს, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. რა დრო არის საჭირო დარეგისტრირებისთვის, თქვათ? თუ განცხადების წარდგენაზეა საუბარი, განცხადების წარდგენა რამდენიმე წუთის განმავლობაშია შესაძლებელი, ანუ როდესაც მივდივართ ჩვენ იმ ორგანიზაციაში, სადაც სერვისი უნდა მივიღოთ, მაგალითად იუსტიციის სახლში, ან ჩვენ ტერიტორიულ ორგანიზაციაში, სადმე სხვაგან ან ნებისმიერ ავტორიზებულ პირთან. ორიენტირი ამ შემთხვევაში გვაქვს იმაზე, რომ მოქალაქეები არ იდგნენ რიგში და შეიძლება სწრაფად მოვიდეს მათი დრო. რამდენიმე წუთს შეადგენს მოლოდინის რეჟიმი. თუმცა თავად რეგისტრაცია თავად რეგისტრაცია მოიცავს ერთდღიან ვადას, თუმცა შესაძლებელია მომსახურების მიღება იმავე დღეს. მაგალითად მე მინდა ბიზნესის დარეგისტრირება, რა ინფორმაცია უნდა წარმოადგინო, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ. ბიზნეს დარეგისტრირებისთვის ჯერ პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რომელი სამართლებრივი ფორმატია. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის თუ მაგალითად იურიდიულ პირზეა საქმე. კი ბატონო, ინვენტარის შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივად არის, იმიტომ რომ ეს არ არის ორგანიზაციული წარმონაქმნი და შესაბამისად მას ორგანიზაციული წარმონაქმნის დამახასიათებელია, თქო, სტრუქტურის განსაზღვრელი დოკუმენტი წესდება არ სჭირდება, უბრალოდ მივდივართ განცხადებას გვიწერს ოპერატორი იქვე, ამას ჩვენ ვაწერთ ხელს და ვიხდით მომსახურების საფასურს. სულ ეს არის. ხოლმე პირადობის მოწვევის წარდგენა საჭირო, მეტი არაფერი, რაც შეეხება იურიდიული პირის სახით, ასე ვთქვათ, რეგისტრაციას. ამ შემთხვევაში წესდების შევსება სარეგისტრაციო განაცხადის ეს ფაქტობრივად ექვივალენტური დოკუმენტები, უბრალოდ სარეგისტრაციო განაცხადი შეიცავს მხოლოდ იმ კომპონენტებს, რაც საჭიროა რეგისტრაციისთვის, წესდებაში შეიძლება სხვა ტიპის ინფორმაციაც დაემატოს, რაც მაგალითად პარტნიორებს ურთიერთშეთანხმებით შეიძლება რომ თავში აზრად მოგოს. ეს პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. იმდენ გამარტივებულია, რომ აღარ შეიძლება გამარტივება თუ რამეს გეგმავთ კიდე საომავლოდ. გეგმავთ კიდევ საომავლოდ ამ შემთხვევაში სადღეისოდ გვაქვს წესდებების ამ სარეგისტრაციო დოკუმენტების შაბლონები და ეს ტიპიური ფორმები, ასე ვთქვათ, ეს ტიპიური ფორმები ვებზე გვაქვს განთავსებული და ნებისმიერ შეუძლია ჩამოტვირთო შეავსოს, თუმცა მომავალში ვფიქრობთ, რომ წესდებების შევსება მოხდეს ელექტრონულ რეჟიმშივე. ეს ერთის მხრივ დაკავშირებულია ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ციფრული ხელმოწერის განვითარებასთან, დანერგვასთანაც. თუმცა ამის პარალელურად მაინც ვფიქრობთ, რომ ციფრული ხელმოწერის გარეშე შესაძლებელი იყოს გარდამავალი ეტაპისთვის წესდებების ან სარეგისტრაციო დოკუმენტების ვებზევე შევსება, იქვე განცხადების ინიციირება, უბრალოდ თუ ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობა არ ექნება დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციულ ორგანოში მისვლით მერე იმ დოკუმენტების გააქტიურება. ისე რომ შეიძლება ქაღალდის დოკუმენტები, ასე ვთქვათ, იქ უკვე ადგილზე წინასწარ მომზადებული სახით შედგეს. და ეს იქნება სარეგისტრაციო დოკუმენტები, ასე ვთქვათ, დახურული ტიპის შეკითხვებით შევსებული, სადაც უბრალოდ კი არა უნდა მონიშნოს პირმა და ამაზე მარტივად აღარ ვიცი უკვე. ძალიან მარტივია, მეც ასე ვფიქრობ. ბატონო, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ბიზნესის დარეგისტრირების კრება ფიქსირდებოდა, რა ვითარება გვაქვს, რა შეიცვალა მას შემდეგ? ეს დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად ეკონომიკურ ფაქტორებზე და უფრო ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით საჭიროებს ანალიზს. ეს ერთის მხრივ ცდება მარეგისტრირებელი ორგანოს კომპეტენცია, სიმართლე გითხრათ,
ამ საკითხზე ასე ვთქვათ საუბარი ჩემი ძლიერი მხარე არ იქნებოდა. აი დღეში მაგალითად რამდენი ბიზნესი რეგისტრირდება? მცირე სტატისტიკა მაინც ალბათ გეკნება. კი ბატონო, საშუალო ეს არის იურიდიული პირები თუ ინდმეწარმეები? ძირითადი წილი მაინც ინდმეწარმეებზე მოდის, თუმცა საშუალოდ საუბარი იყოს შეიძლება დღეში რამდენიმე ათეულს შეიძლება 200 ან 150 სუბიექტზე სტატისტიკა მერყეობს. საკმაოდ დიდი მაჩვენებელია კი ბატონო. კი ბატონო, აქ ცვლილების რეგისტრაციაც იგულისხმება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ბიზნეს რეგისტრაციას გულისხმობთ, ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა არა მხოლოდ ის, რომ პირველად სუბიექტები როგორ რეგისტრირდებიან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ეკონომიკური ანალიზისთვის ეს სუბიექტები რამდენად სიცოცხლის უნარიანი არიან, როგორ ხდება მათში დირექტორების ცვლილება, წილების გასხვისება, ანუ მათ სასიცოცხლო პროცესი როგორ მიმდინარეობს, ამიტომ ცვლილების რეგისტრაციას სიახლეებზე მინდა კითხოთ საჯარო რეგისტრირებულ სააგენტომ ონლაინ კონფერენციის სისტემა დანერგა. რას მოიცავს ეს სიახლე? ონლაინ კონფერენციის სისტემა ამ ეტაპისთვის გამოიყენება შიდა მენეჯმენტისთვის, თუმცა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელზე, რა თვალსაზრისით. ვიცით რომ პრაქტიკის უნიფიკაცია ქვეყანაში, სადაც ისე ვთქვათ, ადრე პრაქტიკა იყო ასეთი, სანამ ბიზნეს რეგისტრაციის მიგრაცია ჩვენთან მოხდებოდა და გარდა ამისა უძრავ ქონებასთან მიმართებაშიც რომ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით ხდებოდა მომსახურება და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ასე ვთქვათ ადგილზე ტერიტორიულ სამსახურებში. ნაწილობრივ ეს მიუხედავად რომ გამსხვილების სტრატეგია მომსახურების გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ორგანიზაციას აქვს, მიუხედავად ამისა ეს გარდამავალ ფაზაში იმყოფება ეს პროცესი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული სამსახურები, გარდა ამისა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ონლაინ რეჟიმში ერთმანეთთან იყვნენ ჩართული, რომ მოხდეს პრაქტიკის კოორდინაცია და რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდეს, მიღებული იყოს რაც შეიძლება ოპერატიულად და სწორად. ამიტომ კი ბატონო, ეს წინამორბედი და გვეხმარება სწორედ აი ამ პრინციპების განხორციელებაში. მე მინდა გკითხოთ, როდესაც ადამიანი არეგისტრირებს ბიზნესს, თქვენი სამსახური თუ უწევს კონსულტაციას გარკვეულწილად დარეგისტრირების დროს, თუნდაც იმის შესახებ, რამდენად შემდეგ მეტი გადასახადი ექნება თუ არ ექნება. ამ კუთხით ამერიკაში ვიცი რომ კორპორაციას როდესაც ქმნიან, გაცილებით ნაკლები გადასახადია და მეტი მოგების მიღება შეგიძლია. ამ კუთხით თუ უწევთ კონსულტაციას? რაც შეეხება კონსულტაციას, ეს საკითხი უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ერთი უშუალოდ სარეგისტრაციო მომსახურების მიმართულებით, როგორ და რა სახით უნდა შედგეს დოკუმენტები. ამას ამ კონსულტაციას ასე ვთქვათ უწევს ჩვენ სისტემაში შემავალი ორგანიზაციები, არა მარტო საჯარო ეროვნული სააგენტო, არამედ იუსტიციის სახლიც, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანწილად დოკუმენტების მიღება. საგადასახადო კონსულტანტები არსებობენ და მიმართავენ მათ ეს აქტივობას. ხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის ტრადიციაც ასეთია, როდესაც მიდის ნებისმიერი ადამიანი ადმინისტრაციულ ორგანოში პირველ რიგში კითხვები თუ უჩნდება თავის. კი ბატონო, და ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებაც არის ერთხელ რომ სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს მოქალაქეს, თუმცა რაც შეეხება საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებს, პირდაპირ ასე ვთქვათ, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ასე ვთქვათ კონსულტაციის გაწევა არ შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საგადასახადო ორგანოების კომპეტენცია შემოსავლების სამსახურის პრეროგატივას განეკუთვნება, ეს შერო, თუმცა ჩვენ გვაქვს ავტორიზაციის ხელშეკრულება გაფორმებული ამ ორგანიზაციასთან და სარეგისტრაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, ანუ ამ ტიპის შეკითხვები თუ გვაქვს, შეიძლება იქ მივიდეთ, იქ დავრეგისტრირდეთ და იქვე ვიკითხოთ, ანუ ერთი სარკმლის პრინციპი აქაც დაცვა. ბატონო გოგო, ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენი სამსახური მუშაობს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. აი რა მასშტაბის სამუშაოს ჩატარება იგრძნობა ამ კუთხით? ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა ამისთვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ საკითხზე ვილაპარაკოთ. თავარი გამოწვევა ჩვენთვის ახლა ვფიქრობთ, რომ არის მონაცემთა ბაზების სისწორე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ გვაქვს ესეთი მემკვიდრეობა საქართველოში, ელექტრონული ბაზების წარმოება არ ხდებოდა იმ ხარისხით და გადამოწმება იმ ხარისხით, როგორც უნდა ხდებოდეს ზოგადად. არ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2010 წლამდე წარმოებული ბაზების დიდი ნაწილი არ არის ზუსტი და სანდო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოხდეს მთელი საარქივო მასალის ინვენტარიზაცია. რა დროს მოიხსოვს ეს? ეს რამდენიმე წლიანი პროცესია, განსაკუთრებით თუმცა იურიდიულ პირებთან მიმართებაში დოკუმენტების ასე ვთქვათ დიგიტალიზაცია, სკანირებას გულისხმობდა ატვირთვა ვებზე, გარკვეულწილად
უკვე ეს თქვათ მაღალ ფაზაშია შესული ნახევარზე მეტი დოკუმენტები სკანირებული და ატვირთულია ვებზე. საუბარი არის რამდენიმე 1000-ას თქვათ ბაინდერზე და თითოეულ ბაინდერში შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული სუბიექტის საქმეც კი. იმდროინდელ წარმოებთან მიმართებაში მიმდინარეობს ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ იმ წლის ბოლოსთვის იმდროინდელ წარმოებთან მიმართებაში ელექტრონული ბაზები იქნება გასწორებული. თუმცა იურიდიულ პირებთან მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა უფრო რთულია ეს პროცესი, უფრო მეტი მონაცემის და კომპონენტის გადამოწმებას მოითხოვს, ეს რამდენიმე წლიანი პროცედურა იქნება. თუმცა სააგენტო საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდ ფულსაც ხარჯავს სამმართველობით და დიდ რესურსებს იმაში, რომ მონაცემთა ბაზები იყოს ზუსტი უთხარი და კი ბატონო, ნებისმიერს არ დაჭირდეს ხაღალდის დოკუმენტების გადამოწმება, იქ რაღაცების ინფორმაციის ძიება ელექტრონულ რეჟიმში შევიდეს ან ვებ სერვისის სახით მიიღოს ეს დოკუმენტები. თქვენი გეგმის განხორციელების შემდეგ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რეიტინგი კიდევ უფრო აიწევს. დიახ, თუმცა ძირითადი ნაწილი სუბიექტების ხა არც ისე დრამატულად გვაქვს საქმე, შეიძლება როგორც ერთი შეხედვით წარმოჩინა, შეიძლება სტატისტიკა არ იყოს ახარბიელო ამ თვალსაზრისით, მაგრამ თუ ხაზგაუსმებთ იმას აქტიურ სუბიექტებთან მიმართებაში რა ხდება 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე ნებისმიერთვის ვისაც შეხება ქონია მარეგისტრებულ ორგანოსთან ერთხელ მაინც ამონაწერი მოუმზადებიან რაიმე ცვლილება მოუთხოვიან ინფორმაცია ყველა მათგანთან მიმართებაში ინფორმაცია გასწორებულია და ყველა შემთხვევაში ინფორმაცია გადის ადმინისტრაციულ ორგანოდან ზუსტი ფაქტობრივად 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი მადლობა სამეწარმოო რეესტრის ხელმძღვანელი კოვა ბახტურიძე იყო ჩვენი სტუმარი გისურვებთ წარმატებას უფრო მეტ სიმარტივეს ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისათვის გადაცემის გახსნას დიდი მადლობა ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეფირში არ გადაერთოთ